ქართული ღვინოც არის ხო მგონი? ქართული ღვინოც უნდა იყოს. რა ღვინოა? მარანი თუ სტილ ღვინო? იმედია თელიანი არის. არა, მე ხო შემიძლია, მე არ ინტერესებს მე ისა. მომხმარებელი ვარ ღვინის მარტო და ინტერეს. მარანი თუ ჯობია თუ ღვინო. ეს დოკუმენტი, რომელსაც დღეს ეწერება ჩვენი მხრიდან მოვესწრებათ უკრაინამ გააფორმა დიდი ხნით ადრე და უკრაინა როგორც მოსალოდნელია დღეს ალბათ საბოლოო ხელმოწერაზე ვარ შეტყვის. ჩვენ განსხვავებით უკრაინასთან გვაქვს ერთი პლუსი, ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული რუსულ გაზზე და განსხვავებით უკრაინისგან საქართველოს მოსახლეობა პრინციპში ერთგვაროვანია და უფრო გაერთიანებული ევროპული ინტეგრაციის იდეის გარშემო. ეს ორი ფაქტორი გვაქვს, რომელიც მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ. მაგრამ ამავე დროს ევროპა უფრო დაინტერესებულია უკრაინის ინტეგრაციით, ვიდრე საქართველოს ინტეგრაციით, გასაგები მიზეზების გამო უკრაინა გაცილებით უფრო საინტერესოა მისთვის. და ნახან რუსეთმა განახორციელა ცხადია ზეწოლა უკრაინაზე და ამას მოყვა ის უკრაინა ამ ეტაპზე არ აწერს ხელს. ბუნებრივია იქნება ზეწოლა ჩვენზეც. არ აქვს ისე და ისე რუსეთის ბერკეტები ჩვენ შემთხვევაში რაც აქვს უკრაინის შემთხვევაში, იგივე თუნდაც გაზეთ დამოკიდებულება, მაგრამ მას აქვს ბერკეტი საოკუპაციო ხაზთან, პროვოკაციები საოკუპაციო ხაზს გადმოწევა. ეს იქნება ყველაზე უფრო მტკივნეული ჩვენთვის. ასევე ალბათ არაა გამორიცხული კვლავაც სავაჭრო ემბარგოს გამოცხადება დადება ჩვენზე სავაჭრო სანქციების სამხრივად, მაგრამ ეს ალბათ არ იქნება ჩვენთვის მანდამაინც სერიოზული დარტყმა, რადგან ამას გავიარეთ ჩვენ უკვე ერთხელ და ამას უკვე მივეჩვევით. ეხლა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე საქართველოს იგივე მეღვინეები არ მეეჩვინონ ისევ ძალიან რუსულ ბაზარს, რადგანაც მათთვის შეიძლება მერე მტკივნეული იყოს ეს სანქციების ხელახლა შემოღება. ამიტომაც ყველა ალბათ მეწარმე უნდა იფიქროს იმაზე, რომ არ მიიღოს რუსულ ბაზარს მაქსიმალურად შეინარჩუნოს დივერსიფიცირება ქართული ექსპორტის. რომ მერე თუ განმეორდება ისევ სავაჭრო ემბარგო აისახოს მტკივნეულად მათ ბიზნესზე ჩვენ ეკონომიკაზე შესაბამისად. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის თუ კი უკრაინა ამის შემდეგ რაც ახლა ალბათ იგი ხელს არ მოაწერს, მაინც გააგრძელებს ესე თქვათ მუშაობას იმაზე რომ განთავისუფლდეს რუსული დამოკიდებულებისგან და მოაწეროს ხელი ევროპასთან საბოლოო შეთანხმებას, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთის ყურადღება გაატანილი იქნება მაინც უფრო მეტად უკრაინაზე ვიდრე ჩვენზე, იმიტომ რომ ისევ და ისევ რადგან უკრაინა საინტერესოა უფრო მეტად ევროპისთვის ვიდრე ჩვენ, ასევე რუსეთისთვის ცხადია უკრაინა უფრო საინტერესოა ვიდრე ჩვენ. ამიტომაც მისი ყურადღების დიდი ნაწილი მაინც გაატანილი უნდა იყოს უკრაინაზე, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მომგებიანი. თუ მოხდება ისე, რომ ამ ეტაპზე უკრაინას ევროპა ხელს კრავს, რაც არ ამგონია რომ მოხდეს, ამ იმეს ვიტყოდ რომ არ მოხდება და უკრაინას პრობლემას რაღაცნაირად ამ ეტაპზე რუსეთი მოაგორებს თავისთვის სასარგებლოდ, იგი მაშინ ცხადია შემოგვიტყველდება თელი ძალით ალბათ ჩვენ. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება თუ კი უკრაინა კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ევროპასთან ინტეგრაციისთვის და ამგვარად გადაწილდება ესე ვთქვათ ეს რუსული დარტყმა გადაწილდება ჩვენზე ორივეზე რაღაცნაირად ჩვენ მარტო არ აღმოჩნდებით. საინფორმაციო ომს აუცილებლად ექნება ადგილი. ალბათ წამოვეს პროპაგანდა ტიპიური, რომ ევროპაში შესვლა ნიშნავს გahomosexualებას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მსგავს პროპაგანდა საქართველოში მომავალი არ აქვს, ეს წარსულს მიეკუთვნება და აქ მომავალი არ აქვს, იმედი მაქვს, რომ ჩვენთან მოსახლეობა იმდენად განათლებული არის, რომ მსგავს პროპაგანდას სერიოზულად არ აყვეს. ასე რომ თავარი პრობლემა მაინც ჩვენთვის მე მგონი ალბათ იქნება ბორდერიზაცია და პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან.
და იმისთვის რომ აი ეს ავიშორო თავიდან საქართველოს საგარეო სამინისტრომ და პრინციპში მთელ მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოქმედენ ისე თქვათ ამოქმედეს ყველა ეს საგარეო რესურსი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია პოტენციურად ანუ თუ კიდევ არსებობს შანსი რომ უფრო მეტად გავაქტიუროთ ჩვენ მხარდაჭერები ბრიუსელში თუ ვაშინგტონში თუ სხვა დედაქალაქებში რაც შეიძლება სწრაფად ეს მოხდეს რადგანაც მათ განახორციელონ ზეწოლა დიპლომატიური რუსეთზე და ამითი რაღაცნაირად შემცირდეს აი ეს საფრთხე და ამ ხრივ მე მგონი სამუშაო ძალიან ბევრია ამ ხრივ მე მგონი ჯერჯერობით გასაკეთებელი ძალიან ბევრია დარჩენილი არ არის ამოქმედებული რაღაც რესურსები აშკარად ეს ჩანს რომელზე ნარმანიას პრინციპში სამიოს სამს ვიცნობ აქედან გაჩილაძეს არ ვიცნობ. ნარმანი ასწავლილა ჯიბაში, ეხლა ზოგიერთი კარენოი როგორც ამბობენ თბილისელი მას უწუნებს რაღაცეებს, რაც მე არ მსგავსი მიდგომა მე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, რა თქმა უნდა. ეს რომელიც ჩემს გადის ეს ყველაფერი გადის თბილისურ პროვინციალიზმში, ჩემი აზრით. ამიტომაც ეს ჩვენთვის მიუღებელია ეს გამოხდომები ნარმანიას წინააღმდეგ. მაგრამ ნარმანიას ყველაფერს ამის ისე თქვათ უცებ ნამდვილად მე თქვა თუ წამოუყენებს თავის კანდიდატურას გაჩილაძე ყველა ვარიანტი ხმებს გაუყოფს ალბათ მაინც ნარმანიას საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს ასე იქნება ამიტომაც ეს აწყობს უფრო მეტად ცხადია ნაცმოძრაობას რადგან ნაცმოძრაობას ეყოლება ორი საკმაოდ სერიოზული კანდიდატი ახლა ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვაშაძე ავლენს ამ ბოლო დროს პოლიტიკოსი საკმაოდ კარგი ჩემი აზრით ნარმანიას რა თქმა უნდა აქვს რესურსი ის რომ მას უჭერს ხალხს ქართული ოცნების კოალიცია ძალიან სერიოზული მაგრამ აი ის მომენტი რომ აი კარენოი თბილისელებს იგი არ მოსწონთ და ამავე დროს შეიძლება იყაროს კენჭი ასევე გაჩილაძემას რომელიც პირიქით მოსწონთ უფრო მეტად კარენოი თბილისელებს ეს მას ალბათ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ჩემი აზრით ასე რომ ბრძოლა იქნება საკმაოდ სერიოზული არის საკითხად. მე მგონი არა, მე მგონი ახლა ორი საკმარისი მეტია ახლა ამ შემთხვევაში. უბრალოდ საკმარისია, საკმარისი მეტი არ არის. ალტერნატივა საერთოდ დემოკრატიის კარგი არის, მაგრამ მე მგონი მაინც რომ ნარმანიას კარგი შანსი აქვს გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ მას თუ საზოგადოება ჯერ კიდევ კარგად არიცნობს, აქვს შანსი რომ ხალხს გააცნოს თავი. და საერთოდაც მე იმედი მაქვს რომ ეს მომენტი რომ აი კარენოი თბილისელია, ეს მომენტი ნამდვილად გაქრება ჩვენ ცნობიერებიდან და უფრო წინ წავალთ. ასე რომ მას უნებრია შანსი აქვს, მაგრამ ნუ დავიწყებთ რომ ვაშაძეც როგორც იგივე თუნდაც პოლიტიკოსი გაიზარდა და უგულავად ხადია დიდი გამოცდილება გააჩნია, თუმცა ამ ორში მე მგონი უფრო მეტი შანსი ექნება ვაშაძეს ალბათ. პრაიმერიში. თბილისში ყველგან დამარცხდა და ყველგან გამარჯვება მოიპო ოცნება. ეხლა სხვა რაღაცით აიხსნება მაშინ თბილისში ყველგან დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა და ვაშაძის ბრალი თლა არის ეს ბრალი უკვე იმისი იყო რომ ნაცმოძრაობა არა, მე ისე ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, უფრო მეტი შანსი აქვს ნარმანიას, მაგრამ მას ექნება პრობლემები კარენოების გამო და ექნება პრობლემები იმიტომაც, რომ საკმაოდ ღირსეული მოწინააღმდეგე ეყოლება. ნაცმოძრაობას ეხლა ჭირდება ალბათ ახალი სახის წამოწევა წინ და ვაშაძე ამიტომაც მე მგონი უფრო ნაწყობდეს კიდევაც. კარენოობაზე?